ნარკომანიაზე ძალიან მძიმე დაავადება მას ახლავს სხვა დაავადებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ დაავადების ფონზე, განსაკუთრებით აი ინფექცია შიცი. ამიტომ ძალიან დიდი ხანი უკვე საუბარად დამკვიდრდა მეთადონის ჩანაცვლების თერაპიის პროგრამა, რომელიც ჩვენთან საქართველოში ფუნქციონირებს 2006 წლიდან, ხოლო კერძოდ ბათუმში, აჭარაში 2007 წლიდან. მეთადონის შედეგად, მიღების შედეგად პაციენტი დაზღვეული ისეთი დაავადებისგან, როგორც არის მაგალითად შიცი. ჩემი აზრით ნარკომანია ეს არის დაავადება და არა დანაშაული, რადგანაც ადამიანები ხდებიან წამან დამოკიდებული. ჩემი აზრით ნარკომანია არის ავადმყოფობა და ნარკომანს სჭირდება დახმარება. საზოგადოება მობიერი უნდა იყოს ნარკომანებთან დაკავშირებით. ნარკომანია არის ავადმყოფობა. ნარკომანია არის დანაშაული. ჩემი აზრით ნარკომანია არის დაავადება. ჩემი აზრით ნარკომანია არის ავადმყოფობა. ნარკომანობა ჩემი აზრით არის დაავადება. დანაშაულია ნარკომანია, ნამდვილად დანაშაულია. საერთოდ ადამიანი არ აზიას აყენებს საზოგადოებას თავის თავს და თავისიანებს აშკარად დანაშაულია. ნარკომანია უფრო ავადმყოფობა და საჭირო არა ადამიანების დაკავება და მათი ციხეებში მოთავსება, არამედ იქნეს ისეთი პროგრამები, უმკურნალებენ ამ ადამიანებს. ჩემი აზრით ნარკომანია ნამდვილი ავადმყოფობა, რომლის განკურნება სრულად შესაძლებელია. ჩემი აზრით ნარკომანია არის ავადმყოფობა. რომელსაც ამას აკეთებს, ფიქრობ აკეთებს, იმიტომ რომ ეს მოთხოვნილებად ექცევა. ეს არ არის მისი რაღაც აზრობრივი დება, ეს უკვე მოდის თვითონ ორგანიზმიდან, ეს არის ერთგვარი ავადმყოფობა. ამას ხა მე ზედაპირულად ვიყურებ, მაგრამ ფიქრობ, რომ მედიცინური კუთხით ეს არის ავადმყოფობა. ფსიქოლოგიური ზეწოლა თვითონ ადამიანზე და საბოლოო ჯამში ვღებულობთ ფაქტს.